ხორის გრიფთან დაკავშირებით აფხაზეთის ხელისუფლებამ საგანგებო განცხადება გააკეთა. დე ფაქტო მთავრობა აღიარებს, რომ ვირუსის გავრცელებამ ფართო მასშტაბები შეიძინა. ამასთანავე აფხაზეთში არ გააჩნიათ სათანადო მედიკამენტები. დიაგნოზის დასმა კი მხოლოდ სოჩია შესაძლებელი, რაც პროცესს ართულებს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის მიმართავს და ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო მედიკამენტების გამოგზავნას ითხოვს. При этом надо отметить, что зачастую лекарства приобретаются без назначения врача. ქუთაისის ახალი მერის ინიციატივით ქალაქში დასუფთავების აქცია მოეწყო. მერის და საკრებულოს თანამშრომლების გარდა აქციაში მონაწილეობა მსახიობებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა და სტუდენტებმაც მიიღეს. დღეს ორახელაშვილის ქუჩა დაასუფთავეს. აქციის მონაწილეების განცხადებით ეს მოწოდებაა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ქალაქის სისუფთავეზე თავად იზრუნოს. ეს არის აქცია წოდება, ჩვენ დევიზია რომ არც ერთი დაუსუფთავებელი ადგილი ქალაქში, არც ცენტრში, არც გარეუბანში და ეს არის მოწოდება ჩვენი თანაქალაქელებისთვის, რომ ქალაქის სისუფთავე ეწყება ჩვენი სადარბაზოდან, ეზოდან, ქუჩიდან, ჩიხიდან და ქალაქი უნდა იყოს სუფთა. ბუნებრივია, ყველას უნდა თავისი ქალაქი იყოს სუფთა. ეს ხელოვანი იქნება თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი და უნდა შეუერთდეთ და გავავამაზოთ, როგორაც შეგვეძლება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამით მთელ ქალაქს ვერ დავასუფთავებთ, უბრალოდ ეს არის მოწოდება.